ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბრისთვის ემზადება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკული კონტინენტისკენ უკვე გაფრინდა. ქვეყნის ყველაზე მთავარ პარტნიორთან განსახილველი ბევრია, მათ შორის საკვანძო ირანია, თუმცა არა მხოლოდ ის. მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი მეორე ვადით დაბრუნდა, მეშვიდე სახელმწიფო ვიზიტით მივემგზავრები ამერიკის შეერთებულ შტატებში მასთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მის დაუვიწყარ ვიზიტს ისრაელში და მის გამოსვლას ქნესეთში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აჩვენებს უნიკალურ სიახლოვესა და გამორჩეულ ურთიერთობას, რომელიც შეერთებულ შტატებთან გაგვაჩნია, ასევე რომელიც პერსონალურად გამაჩნია პრეზიდენტთან. ვთვლი, რომ მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა ჩვენს ისტორიაში. ამ ვიზიტისას კი განვიხილავთ ღაზის საკითხს, უფრო ფართოდ რეგიონს. პირველ რიგში კი რა თქმა უნდა ირანთან მოლაპარაკებების პროცესს. მე პრეზიდენტს წარმოდგენ იდეებს ამ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პრინციპებთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ეს პრინციპები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და უსაფრთხოება სურს. უცნობია ზუსტად რა პრინციპებს გულისხმობს ისრაელელი ლიდერი იმ მოლაპარაკებების ირგვლივ, რომელიც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გასულ კვირას ომანში ჩატარდა. თუმცა ზოგადი პრინციპი ცნობილია. ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში ბირთვულად შეერაღებულ თეირანს ვერ მიიღებენ. ისლამურ რესპუბლიკაში კი მიუხედავად ამერიკული ზეწოლისა, ამ აქტივის შენარჩუნებას დაჟინებით ცდილობენ. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივენ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ბოლო საუბრებისას თეირანმა მოითხოვა უფლება ურანით გაამდიდროს პროგრამა, რაზეც უარი მიიღო. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ყოვლად გამორჩეული კავშირი არსებობს. ყველა სურს იხილოს რაღაც, რაც ომის გარეშე გადაწყდება, მაგრამ ეს ირანზეა დამოკიდებული. ისინი მოითხოვენ ბირთვული შეიარაღების შენარჩუნებას და მის ურანით გამდიდრებას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ეს მიუღებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი 18 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ირანთან ბოლო მოლაპარაკებებმა შეხვედრა დააჩქარა. ისრაელის პრემიერის სახელმწიფო ვიზიტი თეთრსალში კი თეირანსა და ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხდება. ამ დაძაბულობის ნაწილია არაბეთის ზღვაში განთავსებული ამერიკული ავიამზიდი, საბრძოლო გემები და გამანადგურებლები. გასულ ივნისს ამერიკა შეუერთდა ისრაელის სამხედრო კამპანიას ირანის წინააღმდეგ და გაანადგურა ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა. საპასუხოდ ირანმა კატარში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს შეუტია. თეირანი ახლაც იმავეთი იმუქრება, თუ ისრაელი და ამერიკა მათ წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯს გადადგამენ.